მოგესალმებით უყურებთ კურიერს 9 საათზე უპრეცედენტო აქცია უნიკალური საგანძურის გადასარჩენად ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები, ნამუშევრები და ხელნაწერები მოქვის სახარების აღსადგენად გამართულ აუქციონზე 100-ზე მეტი ექსპონატია წარდგენილი. შემოსული თანხა მე-13 საუკუნის ძეგლის დიაგნოსტიკასა და რესტავრაციაზე დაიხარჯება. ნატა მახულაძე ესწრებოდა სასტუმრო რედისონში გამართულ აუქციონს. ნატა, რამდენი ექსპონატი გაიყიდა დღეს? აუქციონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ დროისთვის გაყიდულია 26 ექსპონატი. აუქციონი გახსნა კომპანია ჯეოსელმა, რომელსაც შეიძინა მაკა ბატიაშვილის პორტრეტი. ასევე აუქციონში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, რომელმაც ლევან ცუცქირიძის გრაფიკული ნამუშევარი მედოლე შეიძინა. სულ წარმოდგენილი არის აუქციონზე 100-ზე მეტი ექსპონატი 9 სხვადასხვა კატეგორიის. Წილად ვთქვათ, რომ ჩვენ გავხსენით, მაგრამ მაინც და მაინც ეს ჩვენი დაგეგმილი არ იყო, რომ ესე ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ უფრო ხელნაწერებზე, იმიტომ რომ გვინდა რომ გავაკეთოთ ორი საქმე ერთად და ის შესყიდული ხელნაწერები ასე უნდა გადავცეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ეს იყო ჩვენი გეგმა, მაგრამ აუქციონი ახლა ვიცით გარკვეულწილად აზარტთან არის დაკავშირებული, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაიაჩი ბურდანიძეს კუთვნილი ნივთი შევიძინე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვაპირებდი რაიმე ნივთი შეძენას, იმიტომ რომ დღევანდელი ღონისძიება მიძღვნილია მოქვის სახარების გადასარჩენად და პრინციპში ვალათვლიდი თავს, რომ ჩემი წვლილი შემეტანა, იმედია კიდე რამე შევიძენ. მე დღეს შევიძინე ნახატი მედოლე და განსაკუთრებით დღეს მინდოდა აუქციონში მიმეყო მონაწილეობა, რადგან რაღაც პატარა წილი შევიტანო იმაში, რომ გადავარჩინოთ ეს სახარება. უპრეცედენტო აუქციონი ტარდება მოქვის სახარების გადასარჩენად. მოქვის სახარება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელნაწერია. ის 1300 წელს აფხაზეთში მთავარ ეპისკოპოს დანიელ მოქველის დაკვეთით გადაიწერა და სწორედ ამ ხელნაწერის გადასარჩენად შემოსული თანხა, აუქციონზე შემოსული თანხა მის რესტავრაციას მოხმარდება. ველოდებით უამრავ სტუმარს, ასევე ველოდებით იმ ხელოვან ადამიანებს, რომლებმაც შემოგწირეს აუქციონისთვის ნივთები და ვცდილობთ, რომ გავაწყოთ დარბაზი. ეს არის მოქვის მულაჟი, მისი ზუსტი ასლი, რაც არის წარმოდგენილი. იმისთვის, რომ მოქვის სახარების შესახებ ზუსტი წარმოდგენა საღამოზე მიწვეული სტუმრებისთვის შეექმნათ, დარბაზის ორგანიზატორები მთელი ღამის განმავლობაში ამზადებდნენ საინფორმაციო ბანერები, სადაც მოქვის სახარებიდან რამდენიმე თავი ვიზუალურ მასალასთან ერთად არის გადმოტანილი, დარბაზში დღეს განათავსეს. სასტუმრო რედისონში მოქვის სახარების გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი დღეს დაიწყო. საქველმოქმედო კამპანია უკვე რამდენიმე თვეა დავიწყეთ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. უპრეცედენტო აუქციონში მოქვის სახარების სარესტავრაციო თანხის შესაგროვებლად უამრავი ადამიანი ჩაერთო. აუქციონზე ცნობილი ადამიანების პირად ნივთებთან და ნამუშევრებთან ერთად ქართველი მწერლების და კომპოზიტორების ხელნაწერები, მინანქრისა და თექის მოსართავებიც გაიყიდება. აუქციონზე 100-ზე მეტი ექსპონატია გამოტანილი. ეს გახლავთ ქეთი მატაბელის კომპოზიცია, ეს გახლავთ ამირ კაკაბაძის დედამიწა ლუპაში, ესე ქვია ამ ნამუშევარს. ეს გახლავთ გერგეტის სამება, რომელიც შესრულებული არის თექაზე და შემოღწია ქალბატონმა თამარ სუჯაშვილმა. ეს არის ძალიან საინტერესო კობაგურულის ნაჭედი ხატი. ძალიან საინტერესო ექსპონატი გახლავთ ქალბატონი მაიაჩი ბურდანიძის შემოწირულობა. ფიდეს პრეზიდენტმა სპეციალურად მას ეს იღბლიანი საათი გადასცა. და სწორედ მოქვის სახარებისთვის გაიმეტა მან ეს საათი. სიმღერა კომპოზიტორმა 25 წლის წინ დაწერა და სიმბოლურად აუქციონზე სწორედ ამ კომპოზიციის ხელნაწერი ნოტები გაიტანა. მოქვის სახარება 1300 წელს აფხაზეთში გადაწერეს. ვაჟა აზარაშვილი ხელნაწერი ნოტების გარდა მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ აუქციონზე კომპოზიციების ნაკრების გატანასაც აპირებს. არის კიდევ 16 საესტრადო სიმღერა. ისევ ზღები მიდიან დინამო მყიდველი გამოჩნდეს, რომ დავეხმაროთ მოქვის დიდ სახარებას. უძველესი მინიატურული ხელნაწერების მხატვრული ფოტოები იური მეჩეთოვმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმე წლის წინ გადაიღო. ფოტოგრაფმა ნამუშევარი სიმბოლური დატვირთვის გამო სპეციალურად ამ აუქციონისთვის შეარჩია. ჩვენ თვითონ ვერ შევძლებთ მის აღდგენას და რესტავრაციას და ამისთვის საჭიროა შეუძლებელი თანხები ხალხის მოყვანა.
და თუ რაღაცით შველები მეც ამ საქმეს და ჩემნაირები ეს იქნება ძალიან დიდი საქმე. მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ აუქციონში მხატვარი მამუკა ცეცხლაძეც ჩაერთო. აუქციონში საკუთარი ნამუშევარი სიმბოლური დატვირთვის გამო არა, მაგრამ ისტორიული ძეგლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო გაიტანა. ლოგინები, ასე ქვია მხატვრის ბოლო ნამუშევრების სერიას, რომლის ნახვა და შეძენაც დღეს რედისონში მისულ ყველა სტუმარს შეუძლია. ჰაერში ის არ არის წიგნი რაღაც, ეს არის ჩვენი კულტურის უდიდესი საგანძური და ანუ ჩვენი ორგანიზმის თუ რაღაც ნაწილია რა, მე ესე არ ვქონა. მოქვის სახარების გადასარჩენად გამართული უპრეცედენტო აუქციონი დღეს დასრულდება. მე-13 საუკუნის ისტორიული ძეგლის გადაფურცლისას ეტრატი დეფორმირდება, ცვივა მასზე დაკრული ოქროს ფურცლები და ოქროზე შესრულებული უნიკალური მინიატურები. ხელნაწერი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფო დიაგნოსტიკა და რესტავრირება სჭირდება. აუქციონიდან შემოსული თანხები სწორედ ამ პროექტის განხორციელებას მოხმარდება. უპრეცედენტო აუქციონი ამ წუთებშიც გრძელდება სასტუმრო რედისონში და ყველა დაინტერესებულ პირს მაშინ მონაწილეობის მიღება შეუძლია. სპონატა მახველაძე